სურსათის შემდეგ მედიკამენტები რა არგუმენტებით მივიდა ფასების კომისიაში ფარმასექტორი გეყობით რამდენიმე წუთში. პროკურატურის ინფორმაციით ჯანდაცვის მინისტრის ყოფილმა მოადგილე მილია ღუდუშაურმა ჩადენილი დანაშაული აღიარა და ვითანამშრომლა გამოძიებასთან, რის გამოც აღკვეთი ღონისძიების სახით საპატიმრო გირაოს გამოყენებას მოითხოვენ. საბანკო სექტორმა 2025 წლის 3,3 მილიარდი ლარის წმინდა მოგებით დახურა, 19-დან 5 ბანკი ზარალზე იყო. მომავალი წლიდან პირველ კლასში მოსწავლეები სკოლებში მხოლოდ სარეგისტრაციო მისამართის მიხედვით ჩაირიცხებიან, ცვლილება მომავალ წელს მხოლოდ დიდ ქალაქებს შეეხება. დეკემბერში ხელფასი 1,25,329-მა დასაქმებულმა მიიღო, რაც ნოემბერთან შედარებით 2,8%, წლიურად კი 4,3%-ით მეტია. მოგესალმებით, ეს BMG რეგიონის წამყვანი ბიზნეს მედია სააგენტო საქმიანობებს BMG-ს გუნდთან ერთად ნინო ტაბეტაძე წარმოგიდგენთ. თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის ევროპის ოფისმა რუსეთში სანქცირებული ავტომობილების თაღლითური იმპორტის სქემა გამოავლინა, რომელშიც საქართველოც ფიგურირებს. ოლაფის განცხადებით, ოფისმა მასშტაბური საერთაშორისო გამოძიება რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლის შესახებ დაიწყო. კერძოდ საქმე ეხება ევროკავშირის ქვეყნებიდან სანქციების დარღვევით 760-ზე მეტი ავტომობილის ექსპორტს. გამოძიების თანახმად ევროკავშირში ბაზირებული ექსპორტიორები იყენებდნენ ეგრეთ წოდებულ მოჩვენებითი ტრანზიტის მეთოდს. დოკუმენტების მიხედვით მეორადი სატრანსპორტო საშუალებები ტრანზიტით მესამე ქვეყნებში უნდა ჩასულიყო, თუმცა რეალურად მათი გადამისამართება პირდაპირ რუსეთის ფედერაციაში ხდებოდა. გამოძიება პოლონეთის ხელისუფლების მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო, რომელმაც ევროკავშირის რამდენიმე ქვეყნიდან ექსპორტირებული ავტომობილების საეჭვო ლოგისტიკური ჯაჭვი შეამჩნია. ოლაფმა მოახდინა მონაცემთა ღრმა ანალიზი და თითოეული ავტომობილის მარშრუტის რეკონსტრუქცია, რამაც დაადასტურა, რომ ტვირთის სანქციების გვერდისავლით რუსეთის სამხედრო და სატრანსპორტო პოტენციალის გასაძლიერებლად გამოიყენეს. ოლაფის ფართომასშტაბიან სქემაში გამოვლენილი იმპორტიორები მესამე ქვეყნებიდან, მათ შორის საქართველოდან, სომხეთიდან, ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან და მოლდოვიდან არიან. ეჭვები, რომ საქართველოს გავლით შესაძლოა რუსეთში ავტომობილების მიწოდება ხდებოდეს, არსებობს, თუმცა რამდენიმე დღისე ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა თქვა, რომ საქართველოდან იმ ქვეყნებში გადის ავტომობილები, სადაც ხდება რეექსპორტი, თუმცა საქართველო ვერ იქნება პასუხისმგებელი მთელ ლოგისტიკურ ჯაჭვზე გლობალური მასშტაბით. თითოეულ ქვეყანას აქვს თავისი პასუხისმგებლობა და საქართველო თავისი ვალდებულებების კუთხით ამ ვალდებულებებს ეფექტიანად ასრულებს, განაცხადა ხუციშვილმა. რატომ ვერ იაფდება მეტად მედიკამენტები? ფასების სამთავრობო კომისია ამ წუთებში ფარმასექტორის წარმომადგენლებს ხვდება. ბიზნესი ვარაუდობს, რომ საუბარი მედიკამენტების რეფერენტული ფასის რეგულირებაში გეგმიურ ცვლილებებს შეეხება. ბიზნესის ნაწილი ამბობს, რომ რეფერენტული ფასის წარმოქმნის შემოღება მათთვის მტკივნეული იყო, ფასები ნამდვილად შემცირდა და მეტიც ამ კუთხით მაქსიმალურია გაკეთებული. რა განწყობით მივიდა ფარმაინდუსტრია შეხვედრაზე? ნუცა შუბაშვილი არის ადგილზე, რომელიც ახლა პირდაპირ ეთერში გვერდება. ნუცა, მოგესალმები, რას ამბობენ სექტორის წარმომადგენლები? ნინო, მოგესალმები. დიახ, დაახლოებით 40 წუთია, რაც მთავრობის ადმინისტრაციაში ეგრეთ წოდებული ფასების კომისიის წარმომადგენლებს, ამჯერად უკვე ფარმა ბიზნესის წარმომადგენლები ხვდებიან. როგორც შეხვედრის დაწყებამდე ჩვენთან საუბარში დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლებმა ვარაუდი გამოთქვეს. სავარაუდოდ დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი შეეხება რეფერენტული ფასწარმოქმნის რეფორმას და მათი ინფორმაციით სავარაუდოდ მთავრობა გეგმავს, რომ რეფერენტული სია გააფართოვოს და ის უფრო მეტ მედიკამენტზე გავრცელდეს. სწორედ ასეთი მოლოდინი აქვს დარგობრივ ასოციაციებს. ცნობისთვის ამჯერად რეფერენტული ფასი წარმოქმნა ქვეყანაში დაახლოებით 7,000 დასახელების მედიკამენტს ეხება, რაც დაახლოებით ქვეყანაში არსებული, ასევე იმპორტირებული მედიკამენტების 2/3 არის და როგორც აღენიშნა სექტორის წარმომადგენლების ნაწილი ვარაუდობს, რომ ეს სია გაფართოვდება და მასში რეგულირების ფარგლებში უფრო მეტი მედიკამენტი და სამკურნალო საშუალება მოიქცება. ძალიან კარგად იცით ყველამ, რომ ფასები არის რეგულირებადი უმეტეს მედიკამენტზე, რომელიც აბსოლუტურად ქრონიკული პაციენტებისთვის არის დანიშნული. უბრალოდ არის რაღაც ლუხტი მედიკამენტების დარჩენილი, რომელიც ეტაპობრივად ისედაც უნდა, გეგმიურად უნდა შესულიყო რეფერენტულ რეგულირებაში. სავარაუდოდ ამაზე იქნება საუბარი. წინასწარ ვერაფერ კომენტარს რა შუაშია ხელოვნური, როდესაც ფასი არის რეგულირებადი, ჩვენ არანაირი უფლება არ აქვს ერთი თეთრითაც ამ რეგულირებულ ფასზე უფრო ძვირად გაიყიდოს მედიკამენტი. საქართველოში როგორც მოგეხსენებათ
ისედაც მოქმედეს რეფერენტული ფასები, ანუ ფასებს ადგენს სახელმწიფო. დაახლოებით მედიკამენტების 2/3-ზე უკვე არსებობს რეფერენტული ფასები. როგორც მე მაქვს დადასტურებული ინფორმაცია ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს იმ დანარჩენ რაოდენობაზე და მაგაზეც შემოღებული იქნება რეფერენტული ფასები. აქედან გამომდინარე ფასებზე კონტროლი ეს არ არის ფარმაცევტული სექტორის მხარე, ეს არის ამას გვიდგენს სახელმწიფო. აქედან გამომდინარე არ ვიცი რა შემოთავაზებები იქნება, რა საშუალებას ნახავს სახელმწიფო, რომ კიდე რაღაცა ცვლილებები საქართველოში მედიკამენტებზე რეფერენტული ფასი წარმოქმნა დაახლოებით 3 წელია მოქმედებს და როგორც დღეს შეხვედრის დაწყებამდე ფარმა ბიზნესის წარმომადგენლების ნაწილმა მედიასთან განაცხადა, კონკრეტული შედეგები ამ რეფორმას უკვე ჰქონდა და მათი განცხადებით კონკრეტულ მედიკამენტებზე დაახლოებით 30-40%-ით შემცირდა მათი ღირებულება, ასევე ბიზნესის ნაწილი აცხადებდა, რომ მათი შეფასებით ამ დროისთვის ფასებთან მიმართებაში მედიკამენტებზე მაქსიმალური გაკეთებულია. ბიზნესი აღნიშნავდა იმასაც, რომ ზოგადად რეფერენტული ფასების შემოღება სექტორისთვის საკმაოდ მტკივნეული პროცესი იყო. დაახლოებით 7000 მედიკამენტი საქართველოში უკვე არის რეფერენტული ფასების სიაში. ეს იმას ნიშნავს, რომ მათი ფასი რეგულირდება გარე რეფერენტული სისტემით. მაგრამ კიდე ერთი მაგდენივე სავარაუდოდ რჩება ფასების გარდა. ალბათ პირველ ეტაპზე უფრიანია ვისაუბროთ რეცეპტურულ მედიკამენტებზე, მედიკამენტებზე, რომლებიც გამოიყენება ქრონიკული დაავადების სამკურნალოდ, მაგრამ ამაში მნიშვნელოვანია მედიკამენტის ფასი, ანუ საერთო ასე ვთქვათ, სოციალური წნეხი, რასაც აქვს მედიკამენტს, მნიშვნელოვანია ვილაპარაკოთ მათ შორის სახელმწიფო პროგრამის განვითარებაში, რომელიც უზრუნველყოს მედიკამენტების მიწოდებას პაციენტებისთვის და აქედან გამომდინარე დავადგინოთ უკვე ის სამართლიანი ფასი, რაც სახელმწიფომაც უნდა გადაიხადოს ყოველმა ჩვენთაგანმა ჩვენი ჯიბიდან მედიკამენტებში. უკვე არსებობს სახელმწიფო რეფორმა წამლების ფასთან დაკავშირებით, შესაბამისად დღეს კიდევ თუ რამე რესურსია და რამე უნდა სახელმწიფოს რომ გაატაროს ამ მიმართულებით, ჩვენ მზათა ვართ მოვისმინოთ და ვიქნებოთ როგორც განაშრომლობით ბოლო 2 წელიწადია, სულ ამაში ვართ. ჩვენ ამბობთ, რომ ზედაჭერი სახელმწიფოს მიერ დაწესებული არსებობს და 2 წელია ამ პროგრამაში. აი ამის დაწევის რესურსი თუ არსებობს. ხო და ის მაგას გეუბნებით, რომ 20 უკან ხო სახელმწიფო ინიციატორი და ჩვენს გავყევით ამ რეფორმას. იყო მტკივნეული, მაგრამ გავყევით, ხო, საბოლოოდ მოხდა ასე თქვა გადაწყობა კომპანიების. შესაბამისად, თუ კიდევ რაღაცა რეფორმა იგეგმება, ჩვენ არ ვიცით შეთ პირველი შეხვედრა არის, რო შევოთ და გამოვთქვათ, რომ გვეცოდინება რაზე საუბრობთ. რეფერენტული ფასების ამოქმედების შემდეგ ნამდვილად არის გაიაფებული და მაქსიმალური გაკეთებულია ჩემი აზრით. ჩვენ როგორ ფიქრობთ, განათლები უნდა გადაიდგას დამატებით? ჯერჯერობით ამ ეტაპზე მაქსიმალური გაკეთდა რეფერენტულ ფასებთან დაკავშირებით და ნახოთ მოლოდინი როგორი იქნება. დამატებით რა ნაბიჯების გადადგას უნდა გადადგას მთავრობამ უშუალოდ მედიკამენტებთან დაკავშირებით, ეს უფრო მეტი დეტალი სავარაუდოდ შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი. მე შეგახსენებთ, რომ ირაკლი ყობახიძემ უკვე დეკემბრის ბოლოს განაცხადა, რომ სურსათის მსგავსად არსებობს ფასების შემცირების რესურსი მედიკამენტებთან მიმართებაშიც. მადლობა ნუცა, რა მოლოდინებით მივიდა ფასების სამთავრობო კომისიასთან შეხვედრაზე ფარმა სექტორი, ნუცა შუბაშვილმა გაგოცნო ეს შეფასება. მიუხედავად ექსპორტის მოცულობის ზრდისა, თხილის სექტორი სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას. ევროკავშირის საზღვრიდან ქართული თხილით დაწვრთული მანქანების უკან მობრუნების შემთხვევები გახშირდა. აგროტრეიდისა და ჯორჯიან პროდუქტს რენესანსის დამფუძნებელი ბაიას ალუქაძე ამბობს, რომ ამის მიზეზი ხარისხობრივი მაჩვენებლების გაუარესება და პროდუქციაში აფლატოქსინისა და მიკრობიოლოგიური დარღვევების გამოვლენის შემთხვევებია. გამოწვევად რჩება აზიური ფაროსანას საკითხიც, რომელიც ახლა უკვე აღმოსავლეთ საქართველოშიც არის გავრცელებული და კახური თხილსაც აზიანებს. ეს კი ქართული თხილის ხარისხობრივ მაჩვენებლებს მნიშვნელოვნად აუარესებს. მიუხედავად გამოწვევებისა, ქართულ თხილზე მოთხოვნა გაზრდილია. 2025 წელს თხილის ექსპორტით მიღებული შემოსავალი უკვე 71%-ით არის გაზრდილი. დადებითი ფაქტორი იყო თურქეთში პროდუქციაზე ფასების ზრდა, რამაც ქართულ თხილზე მოთხოვნა გაზარდა. თუმცა სექტორში განმარტავენ, რომ ამჟამად საერთაშორისო ბაზრებზე პროდუქციაზე ფასის კლების ტენდენცია შეინიშნება. ჩვენ ხედავთ ფაროსანას არა მხოლოდ დასავლეთ საქართველოში, არამედ უკვე აქტიურად ხდება აღმოსავლეთ საქართველოში, კახურ თხილშიც, რომელიც საკმაოდ საგანგაშო არის, გამომდინარე იქედან, რომ მაღალხარისხიანი პროდუქციის მიღება შეგვიძლია ორივე რეგიონში და ეს შეფერხება, რომელიც შეგვიძლია, რომ მეტნაკლებად რისკი შევამციროთ, ისევ მოვლით, არ არის ყურად მიღებული. შესაბამისად, ისევ გჭირდება მეტი დაკვირვება, მეტი ჩართულობა და ბრძოლა ფაროსანას წინააღმდეგ და ეს რჩება პირველ გამოწვევად.
მეორე გამოწვევა წელს არის ალბათ ხარისხების მრავალფეროვნება, რომელიც საბოლოო მყიდველამდე ჯამში ქართული თხილის სახელს აფუჭებს და გვაქვს ჩვენ წელს მოbrunებები აფლოტოქსინის გამო საკმაოდ ბევრი, რაც საკმაოდ სამწუხარო ფაქტი არის ქართული თხილის იმიჯისთვის. საქმის კურსი ამით დასრულებულია, პირდაპირ ეთერში ბრუნდებით 15:30 წუთზე დროებით.